საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიასთან დამოკიდებულებას ბათუმელი ჟურნალისტები აფასებენ. ბიძინა ივანიშვილი გუშინ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს კითხვების შინაარსთან დაკავშირებით ეკამათა. იყო შემთხვევა, როცა პრემიერმა დასმულ კითხვებს საერთოდ არ უპასუხა. საინფორმაციო სააგენტო გურია ნიუსის ჟურნალისტი აღშფოთებულია ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან დამოკიდებულებით. ტარიელ ცეცხლაძის შეფასებით ქვეყნის მთავრობის პირველი პირი მედიის წარმომადგენლებს თითს არ უნდა უქნევდეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ნატაი მედაიშვილის თქმით, სამწუხაროდ საქართველოში დამკვიდრებული ჩინოვნიკებისა და მთავრობის პირებისაგან ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენლებთან ასეთ ურთიერთობას კი მის საჯარო პოლიტიკაში გამოუცდელობას უკავშირებს. უფრო ცლად თემის შესახებ მაცეს მთავარი გამოშვებიდან შეიტყობთ. როდესაც ქვეყნის პირველი პირი ჟურნალისტებს ელაპარაკება თითქმის არ მინდა წარმოვიდგინო რიგითი საჯარო მოხელეები, რომლებიც მუშაობენ რეგიონებში, სხვადასხვა უწყებებში, როგორ მოიქცევიან ამის შემდეგ ჟურნალისტებს. ბიძინა ივანიშვილის აქციელი ხშირად მათთვის არის მისაბაძი და ამიტომ მე ველოდები, რომ ჟურნალისტების მუშაობა რეგიონებში უფრო და უფრო გართულდება, რადგანაც პირველი მაგალითი ჟურნალისტების დაშინების იქნება თუ ჟურნალისტების მიმართ უარყოფითი ემოციების გამოხატვის უკვე მისცა ბიძინა ივანიშვილი. მე მგონია რომ ისეთივე დამოკიდებულება ჩნდება რაღაცა პრემიერ-მინისტრის მიმართ ცოტა უფრო მსუბუქი ფორმით, როგორიც საქართველოში დამკვიდრდა კახა ბენდუქიძის მიმართ, როცა მას ჟურნალისტები უფრთხოდნენ და მისი ყოველთვის ეშინოდათ როგორც რესპონდენტის. და არ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრს ამის მიღწევა უნდადეს, მაგრამ გონია ის რომ რაღაცნაირად ჟურნალისტები ჩადგებიან იმ მდგომარეობაში, რომ ამ პრეს-კონფერენციას უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან. ჩემ კოლეგას, როდესაც შენიშვნას აძლევენ, მე ძალიან დიდი აგრესია მიჩნდება. ხშირად არის ხდება ისე, როცა ჩვენ ვსვამთ ისეთ კითხვებს, რომელიც არ მოწონს რესპონდენტებს, თუმცა ამის გამო მით უმეტეს როცა მხარ პასუხისმგებლობა გაქვს და მაღალ თანამდებობის პირი ხარ, აი ამ კითხვების გამო ესე უხეშად და დიდაქტიკურად არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ რა არის სწორი და რა არ არის სწორი. თითოეული რედაქცია არის პასუხისმგებელი იმ კითხვებზე, რასაც სვამს. თუ არა კომპეტენტურია, შესაბამისად მაყურებელს არ ეყოლება. და როცა რეიტინგულია რომელიმე მედია საშუალებას, იმას ნიშნავს, რომ კომპეტენტურ კითხვებს სვამს და ისეთ კითხვებს სვამს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. და ისეთ კითხვებს სვამს, რომელიც არის აქტუალური, თუმცა შესაძლოა ხელისუფლებისთვის არასასურველი.